აი ვერ გადამიწყვეტიაო დავიცადო სანამ 7 წლის გახდება თუ 6 წლის უკვე წავიყვანოდა შე რას ურჩევდი აბაში საერთოდ 6-იანი ბავშვები პირველად საქართველოში წავიყვანეს სკოლაში ეს იყო 60-იან წლებში და ყველას უკრდა 6-იანი ბავშვი და ბავშვობა დაკარგა და სხვა ამგვარი ნამდვილი ბავშვობა დიდობის მოთხოვნილება და თუ ბავშვს დიდობის მოთხოვნილებას დაუმკვიდრებ არა ის ბავშვობას არასოდეს არ კარგავს მაგრამ თუ შეაბრუნებ პატარაობაში რა თქმა უნდა ბავშვობას დაკარგავს ჩემო ძირფასო ბავშვი რომ სკოლაში შეიყვანოს სამი პირობა უნდა დააკმაყოფილოს და აი ეს პირობები მოშინჯეთ კარგით თუ ეს პირობები აქვს თქვენს ბავშვს უნდა წაიყვანოთ აუცილებლად სკოლაში პირველი ბავშვი ჯანმრთელი უნდა იყოს ფიზიკურად გამიგეთ უნდა შეეძლოს მეხზე ჯდომა ხერხმალი გამართული უნდა ჰქონდეს მხედველობა კარგი უნდა ჰქონდეს ბავშვი ფიზიკურად უნდა იყოს ჯანმრთელი თუ ჯანმრთელი არ არის რეჟიმში ჩადგომა გაუჭირდება და შეიძლება რაღაცით დაიჩაგროს ეს პირველი ბავშვი გონებრივად უნდა იყოს მწიფე არა ესე განვითარებული იყოს მიხვედრილობა უნდა ჰქონდეს დაკვირვებულობა უნდა ჰქონდეს თავშეკავებაც უნდა ჰქონდეს ცოტათი ხომ და რაღაცა პატარა ცოდნებიც უნდა ჰქონდეს შეიძლება კითხვის რაღაცა პატარა ჩვევები შეიძლება რაღაც თვლა ხანდახან უყვარს ბავშვს რომ აი ასამდე თვლის აი რაღაცები ასეთი უნდა ჰქონდეს და ამრიგად გონებრივად შემზადებული უნდა იყოს და მესამე სოციალური სიმწიფე უნდა ჰქონდეს თუნდაც მინიმალური ბავშვს იმიტომ რომ იქ მარტო ის კი არ არის იქ სხვებიც არიან ყველა თანაბარია არავინ ვინმეზე მეტი და ნაკლები არ არის მაშინ უნდა იცოდეს დათმობა მეგობრობა არა არ უნდა იცოდეს დაბეზღება და დასმენა არ უნდა მისტიროდეს დედას და აქ მეჯექი გვერდითო სოციალური სიმწიფე აი ეს სამი რამ თუ აქვს ბავშვს ჯანმრთელობა გონებრივი განვითარებულობა სიზაღე გონებრივი განვითარებულობისა და სოციალური მზაობა ეს იყო პროფესორ ჩხარტიშვილის გამოკვლევები ცნობილი პროფესორისა რომელიც ფაქტურად კანონად იქცა საქართველოში 6-იანი ბავშვების მიღებისათვის თუ თქვენ ბავშვს 6 წელი შეუცვლოდა და ეს სამი პირობა მეტნაკლებად ესე იგი ახასიათებს ბავშვს არ დააკარგვინოთ წელიწადი გამიგეთ 6-იანი ბავშვი უფრო მწიფეა სკოლისათვის იმიტომ რომ ის ცოდნა რაც იქ უნდა მიიღოს მას შეუძლია აითვისოს მაგრამ 7 წლიანისთვის პირველი კლასი ძნელია იმიტომ რომ ის ცოდნა რასაც მას ვაძლევთ უკვე ჩამორჩენილია მისთვის ის უფრო მეტ ცოდნას ელოდება და ჩვენ კი ღარიბ ცოდნას ვაძლევთ ამრიგად საკვირელია მაგრამ დასკვნა ასეთია 6 წლიანი წარმატებით სწავლობენ პირველ კლასში ვიდრე 7 წლიანები იმავე პროგრამებით